ახლა ინფორმაცია კახეთის რეგიონიდან ჩვენ გადამღები ჯგუფი 3 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს სტუმრობდა. მათნე ჟურნალისტმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესახებ რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა. თემები მედიატურის ფარგლებში გაკეთდა პროექტი სამოქალაქო განვითარების სააგენტო სიდას მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ჟურნალისტი სულხან მესხიძე სოფელ ნუკრიანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. სოფელში წლებია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე არავინ ზრუნავს. ნაგვის შემგროვებელი ყუთები კი როგორც გაირკვა მხოლოდ სოფლის ცენტრშია განთავსებული. სოფლის რწმუნებული განმარტავს, რომ ტერიტორიის დასუფთავებისათვის უზრუნველსაყოფად ტექნიკის შესაძენით თანხები სოფელს არ გააჩნია. ასეთ სურათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში რამდენიმე ადგილას შეხვდებით. უკვე მე-10 წელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სოფლის მოსახლეობა გზის განაპირას ყრის, რადგან ნარჩენების გატანაზე შესაბამისი სამსახური არ ზრუნავს. ნუკრიანის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ადგილობრივ რწმუნებულს პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. მანქანა არ გაგვაჩნია, ნაგები გაიტანო, ყველა უბანი სავსეა ნაგვით. ყველა უბანი. ნაგავსაყრელი კი არის, მაგრამ პირები სოფელშია და სუნი ვახშობს და ვინ ხრის ხოლმე ამ ნაგავს? ვინ თვითონ ჩვენ საწავიღოთ. ჩვენ ავყრით თვითონ თორე ნაგავსაყრელი კი არ არის გამოყოფილი აქ, რომ აი ეს ადგილია და ნაგავი აქ დაყაროთ. ასე არ არის. აი ერთი რო დაყრის, მე მეორეც იქ მიიტანს, მესა ის გაივსება ის ადგილი, მე ახლა უფრო ახლოს მოუნდება ვიღან, იმიტომ იქ ვეღარ მიხვალ ახლოს. ბუნების დანაგვიანების ფაქტი მაცნემ შინმოუსვლელთა სახელობის პარკშიც დააფიქსირა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საფხულობით პარკში ექსკურსიები ეწყობა, რის შემდეგაც ტერიტორია ბინძურდება. მაია ბიძინაშვილის განმარტებით სოფელში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება დგას. ეს ნაგავსაყრელები აქ რასაც ხედავთ, აი პარკში არის ძირითადად ალბათ უკვე იმ პერიოდიდან სიღნაღი, როდესაც გარემონტდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ნაგავსაყრელები არის ნუკრიანის წყაროს სათავეზე, ამის ქვემოთ არის ახალწყლის ხეობა, რომლითაც მთელი ნუკრიანი მარაგდება წყლით და ჯერ ისედაც არ არის სრულყოფილი თავის შემადგენლობით ეს წყალი და ამას ემატება ამხელა ნაგავსაყრელი, რომლიდანაც ნაჟური ალბათ კი არა ჩადის იმ წყაროს სათავეში და ჩვენს ჯანმრთელობა საფრთხეს უქმნის. სოფელ ნუკრიანის ტერიტორიულ ორგანოში გვითხრეს, რომ 5 სანაგვეურნა სოფლის ცენტრშია განთავსებული და მოსახლეობას ნაგვის ჩაყრა იქ შეუძლია. გამგებლის რეზო კრაწაშვილის თქმით, უწყება მწირი შემოსავლების გამო დღემდე ნარჩენების გასატანის სპეცტექნიკის შეძენა ვერ მოახერხა. ნაგვის პრობლემა საერთოდ მთელ საქართველოში არის. რითიც შეგვიძლია ჩვენ რა ვიცი ამ პრობლემის ამოსახულებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ნაგავსაყრელები იწმინდება. პროექტში გვინდა მომავალ წლისთვის რომ ჩავსვათ ნაგვის უბნები შევიძინოთ სოფელში დაუდგათ და ეხლა ყალიბდებით იმისთვის რომ მანქანა ჩვენი სოფლელის მანქანა ნაგვის გამტანი მანქანა გავაკეთოთ და სოფლიდან გავიდეს ნაგავი. სოფელ ნუკრიანში დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება არც სამომავლოდ იგეგმება, აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში. უწყების ზედამხედველმა გია ბეგაშვილმა სატელევიზიო კომენტარზე უარი გითხრა. პირად საუბარში კი განმარტა, რომ ბიუჯეტის სიმწირის გამო მხოლოდ რამდენიმე სოფლის დასუფთავება ხორციელდება.